თქვენ უყურებთ Star Vizies და უსმენთ Star FM-ს. ეს გადაცემა აქტუალური თემაა, მე ლევან ინასარიძე ვარ. მოგესალმებით. ბოლო ხანებში ტერორიზმისა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხი მედია საშუალებების წამყვან თემად იქცა, რადგან პარიზის ტერაქტიდან მოყოლებული ისლამისტმა მებრძოლებმა მოსვენება დაუკარგეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობასა თუ სპეცსამსახურებს. საფრანგეთში დაწყებულმა სპეცოპერაციამ, რომელიც ტერორისტების გამოვლენასა და დაკავებას ისახავდა მიზნად, მეზობელ ბელგიაში გადაინაცვლა. ბრიუსელში უკვე მერამდენე დღეა უმაღლესი მეოთხე დონის ტერორისტული საფრთხეა გამოცხადებული და ქალაქის ქუჩებში ასობით სპეცრაზმელი პოლიციელი და სამხედრო პირი ახორციელებს პატრულირებას. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ყაიდის წინააღმდეგ თითქმის მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანებულია და სამხედრო კოალიციები ფორსირებულ დარტყმებსაც ახორციელებენ როგორც ავღანეთში, ასევე სირიაში. თუმცა რუსული ბომბდამშენის Su-24-ის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევამ და ოფიციალური ანკარის საპასუხო რეაქციამ საქართველოს ორ მეზობელს რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზული პრობლემა წარმოშვა. 24 ნოემბერს რუსული ავიაბომბდამშენის Su-24 თურქულმა მხარემ 10 გზის გაფრთხილების შემდეგ თურქეთ-სირიის საზღვართან ჩამოაგდო. ცხადია, მომხდარმა სერიოზული ვნებათა ღელვა გამოიწვია მოსკოვში. პრეზიდენტი, პრემიერი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსულ და საერთაშორისო პრესასთან საუბრისად ღიად ადანაშაულებდნენ თურქულ მხარეს. სერგეი ლავროვმა სტამბოლში 26 ნოემბერს ჩანიშნული ოფიციალური ვიზიტიც კი გადადო. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ იმოქმედა საზღვრების საფრთხეზე რეაგირების წესების ფარგლებში. განცხადებები გაკეთდა ნატოს მხრიდანაც. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთს თავისი საჰაერო საზღვრების დაცვის უფლება ჰქონდა. ამავე აზრს იზიარებს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. შეშფოთება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გამო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, რომელმაც მოსკოვსა და ანკარას კეთილგონიერების გამოჩენისკენ მოუწოდა, რათა სიტუაცია უარესად არ გამწვავებულიყო. მოგვიანებით რუსულმა და თურქულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ სამხედრო აგრესიას არ გეგმავენ. გუშინ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზას შეაწვდიდა. არსებული ინფორმაციით ავია დარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა 10-მდე ადამიანი. რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია. ამ მოვლენების პარალელურად კი მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქილები და კვერცხები დაუშინეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Su-24-ის ჩამოგდების ფაქტს თურქეთის წინასწარ დაგეგმილი აქცია უწოდა და თურქეთი ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაშიც დაადანაშაულა. სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ მოსკოვმა ანკარას სავაჭრო ომიც გამოუცხადა. რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე კონტროლს აძლიერებს, ასევე გაუქმდა დეკემბერში დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის სამიტი პეტერბურგში. პარალელურად რუსეთის გენშტაბი სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვის სირიაში დამატებით 12-მდე თვითმფრინავს აგზავნის. მიზანი კი რუსული ბომბდამშენის დაცვა იქნება. ამ მოვლენების პარალელურად გავრცელდა საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანებული ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეების მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას ხედავენ საქართველოშიც, ამიტომაც თავდაცვის სამინისტროში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტუალურია რადიკალური ისლამის გამოწვევების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორის მამუკა არეშიძის თქმით, სამინისტროს რისკების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ეს არ ნიშნავს ომს, ეს ნიშნავს ისეთი მექანიზმების სამუშაობას, რომელიც არ მისცემს საშუალებას სალაფიტებს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გადაიბირონ, განაცხადა მამუკა არეშიძემ. სწორედ სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი მამუკა არეშიძეა დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. რას მოიაზრებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ამ რადიკალური ისლამის საფრთხეების ფონზე? სამოქალაქო სექტორს ახასიათებს თვისება. ამ შემთხვევაში გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის ვინც ესე ვთქვათ დაინტერესებულია თავის პროფილიდან გამომდინარე აი ამ რელიგიური თემით, ის ხრომად არის ჩახედული საგანში. ასეთი ორი სამია საქართველოში. მაგრამ გარდა ამისა არსებობს უბრალოდ სხვადასხვა ფენა სამოქალაქო საზოგადოების ზოგადად, რომელსაც უშუალოდ უხდება ურთიერთობა ერთად ცხოვრობენ უბრალოდ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები გარკვეულ ზონებში, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები აბადეთ, აქედან გამომდინარე მათ უხდებათ ურთიერთობა და ისინი სიტუაციას იცნობენ კარგად. ანუ მე საბოლოო ჯამში ის მინდა და მეთქვა, რომ ხალხში დაგროვილია გარკვეული ცოდნა, ინფორმაცია, ცხოვრების წესის უნარჩვევები
ყველაფერი ამას სჭირდება აკუმულირება, გამოყენება და სახელმწიფოს სასიკეთოდ გამოყენება. აი ამას გულისხმობდი. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საქართველოში არ არის სწორად გამოყენებული? მე ფიქრობ, რომ საერთოდ არ არის გამოყენებული არანაირად, არც სწორად, არც არასწორად. პირიქით ყველაფერი არის მიშველებული თვითდინებაზე და ეგ არის ძალიან ცუდი. ჩვენ იმ ხიფას და საფრთხეს, რომელზეც ახლა ჩვენ გვექნება საუბარი, ვებრძვით მხოლოდ უშიშროების მეშვეობით, უშიშროების სპეცსამსახურების საშუალებით, რაც თავისთავად გულისხმობს მხოლოდ რეპრესიებს, ამ პროფილაქტიკას და არ გულისხმობს პრობლემის მოგვარებას. მაშინ ჩემს შემდეგ კითხვას პრინციპში გავაერთიანებ ამ საკითხთან. თქვენ რა კონკრეტულ საფრთხეებს ხედავთ როგორც ექსპერტი დღესდღეობით საქართველოში? ან რამდენად ახალია ეს ყველაფერი თუ უბრალოდ დღეს დავინახეთ და მაშინ როგორია პრევენციის, ასე ვთქვათ, თქვენეული ხედვა და მოსაზრება, რომელიც არ კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს? საფრთხეები და რისკები და გამოწვევები საქართველოს წინაშე არის უამრავი. ჩავთვალოთ, რომ ამათ ნაწილზე ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ თემაზე, რომელიც ეხება ისლამური ხალიფატიდან მომდინარე რისკებს და გამოწვევებს, რომელიც ეხება არასწორი რელიგიური პოლიტიკის ასპექტებს, რაც საქართველოშია. აი, აქედან ამაზე ვისაუბრებთ ალბათ. ამ თვალსაზრისით რისკი ძალიან დიდია, ძალიან მაღალია. ყოველთვის მეკითხებიან, რომ აი, თქვათ, ტერორისტული აქტები მოსალოდნელია საქართველოში. არ არის ტერორისტული აქტები მოსალოდნელი საქართველოში დღეს მაინც. თუმცა ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ ტერორიზმი არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისაგან, თქვათ, პრაქტიკული ტერორიზმისაგან, აფეთქება, თავდასხმა და ასე შემდეგ. ტერორიზმს აქვს ბევრად უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილი, ეს არის იდეოლოგიური ტერორი. და იდეოლოგიური ტერორის რეჟიმში ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის ესე იგი უცხოური ზოგიერთი რელიგიური ნიშნით შეფერილი ორგანიზაცია, ჰუმანიტარული იქნება, საგანმანათლებლო იქნება, კულტურული, თქვათ, ბჭყალებში. ჩემო ბატონო, ეს არის ემისრების დიდი რაოდენობა, რომელიც საქართველოში ტრიალებს. ეს არის სოციალურ ქსელებში, ქსელების მეშვეობით ხდება ახალგაზრდების დამუშავება და ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც რასაკვირველია. საქართველოში ფუნქციონირებს უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც რას ასწავლიან საქართველოს საზოგადოების გადამწყვეტ უმრავლესობამ არ იცის. ეს ფაქტია და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ და ასახელეთ, რაღაც დონეზე მაინც იყოს გადაჭრილი ან გაერკვეს ხალხი რა ხდება? კონსოლიდირებული მიდგომა უნდა იყოს. ერთმანეთს შემუშავდეს სტრატეგია. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ერთი სახელმწიფო უშიშროების სტრატეგია, რომელიც თავარი ნაწილი იყო რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. მორჩა. სხვა ყველაფერი კარგად აქვს. აი მარტო რუსეთიდან არის საფრთხე. რუსეთიდან საფრთხე რო არის, ეს ვიცით უკვე 2 საუკუნეა. მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეებიც, რომელიც, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ძალას იკრებს. 1995 წელს გამოჩნდა პანკისის ხეობაში პირველი არაბი მოლა. პირველი. 20 წელი გავიდა მას მერე. მაშინ ის იყო ერთი. დღეს 3-4 რეგიონი გვაქვს უკვე ამ სენით, ესე ვთქვათ, დაავადებული. და მოლების რიცხვი იმ ტიპის, მე გულისხმობ სალაფით მოლებს, რამდენიც გინდა ამდენია. ასე რომ თავის დროზე რომ მიეხედათ ამისთვის, მაშინ ეს ასე არ იქნებოდა. ამიტომ ამბობ, რომ კონსოლიდირებული მიდგომაა საჭირო ხელისუფლების და საზოგადოების, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომელიც საზოგადოებას გულისხმობ, რომელიც ამ თემებს იცნობს, კვალიფიცირებულია და საერთოდ აზრზე რა ხდება. აი ამაზე მინდა გითხოთ უფრო კონკრეტულად, თქვენ ახსენეთ სასწავლებლები, რომელსაც არავინ აკონტროლებს. თქვენი ინფორმაციით რა ისწავლება ამ სასწავლებლებში ერთი და მეორე, აი ეს მოლები, რომლებიც 20 წლის წინ გამოჩნდნენ პირველად, ერთეულების სახით და დაიწყო ეს ყველაფერი პანკისის ხეობიდან, შემდგომ ალბათ გავრცელდა ქვემო ქართლში, შემდეგ გვიაჭარაში. რამე ისეთ ანტიქართულ ქადაგებას აწარმოებენ, თუ რამე კონკრეტულ სწავლებას ან შემზადებას, ანტისახელმწიფოებრივია ეს ყველაფერი? ეცეთ რა არის ნიგერიის მედრესეში და თბილისის მედრესეში, თბილისში არ არის მედრესე, მაგრამ პოლნიჭალაში არის ერთ-ერთი. ერთ იგივე რამე სასწავლია. ეს არ არის ნიგერიის საწინააღმდეგო და საქართველოს საწინააღმდეგო პირდაპირ გაგებით. ეს არის თეზა ასეთი, რომ ჩვენ ვინც ამას სწავლობს და ასწავლის, ჩვენ ვართ ყველაფერში მართლები, დანარჩენი ყველანი ყველაფერში დამნაშავენი არიან. ღმერთთან სავალი გზა მხოლოდ იმ სწავლების საშუალებით არის, რომელსაც ჩვენ აქ ვაწარმოებთ. ყურანის წაკითხვა და ინტერპრეტირება ისე, როგორც აწყობს სალაფიტების უკან დგარ
ძალებს ეს არის კლასიკა აი ამ სასწავლებლების. ანუ საფრთხო წიგნი, ხო? თქვათ სახარება სასწავლებელი ისე როგორც წერია. ესე იგი ტრადიციონალისტურ მედრესეებში, თქვათ ირანში, თურქეთში სწავლება მიმდინარეობს იმის მიხედვით, რა წერია ყურანში. რას კარნახობს შარიათის სამართალი. და ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ინტერპრეტაცია ხდება. ინტერპრეტაცია ხდება და ესე იგი ისწავლება ჯერ ის ნაწილი ყურანისა, რომელიც ჭირდება საქმეს, ამ შემთხვევაში ბჭყალები და ინტერპრეტაცია ხდება დანარჩენი ნაწილისა, რომელიც თქვათ ისწავლება ისე გავლით. მე როგორც ხვდები, რაღაც საფრთხის შემცველია ეს ინტერპრეტაცია, ხო? აი კონკრეტულად რაზეა იქ საუბარი, ანუ რას ასწავლიან ისე სახეცვლილად, რაც სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. კონკრეტულად არის ახალგაზრდებისთვის არის ესეთი ფუძე ცოდნა, რომ ჩვენ ვართ მართლმორწმუნე მართლმორწმუნენი დანარჩენი სიყოლანი არიან კაფირები. ანუ მწვალებლები. კაფირები საბოლოო ჯამში და დასკვნამდე მიდიან, რომ კაფირები უნდა განადგურდნენ. ანუ ეს არის პირდაპირ საფრთხის შემცველი ნებისმიერ პირდაპირ არ წერია, ავტომატურად ხელში აიღე და ისროლე. პირდაპირ ამას არ ამბობენ, მაგრამ ახალგაზრდას ამ აზრისკენ უბიძგებენ. ნუ კონტექსტი ხომ მაინც ეს არის, არა? კი. გასაგებია და რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, აი ამგვარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და რამდენად ნებადართულია, მოდით ჯერ ასე დავსვამ კითხვას. რამდენად ნებადართულია ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ და იმ კანონების მიხედვით, რაც ჩვენთან მოქმედებს განათლების სისტემაში, რომ ქვეყანაში არსებობდეს ამგვარი სასწავლებელი და ისწავლებოდეს აი ასე სახეცვლილად, თუნდაც რელიგიური წიგნი, საფრთხო წიგნი და თუნდაც ნებისმიერი საგანი. საგმე ის არის, რომ ჩვენ ახლა მუშაობთ პროექტზე, რომელიც მოიცავს სამსაფეხურიან სწავლებას მუსულმანი ახალგაზრდებისთვის. ეს არის მედრესე, კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები სხვაგან წავიდნენ სასწავლებლად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ მოვიწვიოთ ულემები, ანუ სწავლულები და აქ მოხდეს მათი სწავლება. ეს სკოლები და სასწავლებელები უნდა იყოს აუცილებლად ლიცენზირებულები. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინოს მათი, ესე ვთქვათ, ლიცენზირება. ახლა ბუნებრივია გაჩნდება კითხვა, რომ ლიცენზირებულია ქართული სკოლები და ხშირ შემთხვევაში იქ ისეთი რაღაცებს ასწავლიან, რომ სრულყოფილ ცნობს ახალგაზრდა ვერ იღებს. ეს პრობლემა ოღონდ ჩვენი გადაცემის თემა არ არის ალბათ დღეს, თორე საშინელი პრობლემაა. არა, უბრალოდ მე მაინტერესებს, ვინ უნდა წვეთდეს ამ პრობლემას, როდესაც ქვეყანაში ვიცით, რომ რაღაც არასწორად ისწავლება, რომელიც არის სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის შემცველი, ხო? ჯერ მაგას უნდა წყვეტდეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, მაგრამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა უნდა შექმნას შესაბამისი კომისია კვალიფიცირებული სპეციალისტებისაგან, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან, რა უნდა ისწავლებოდეს და ასე ვთქვათ, როგორ უნდა ისწავლებოდეს. იქ უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტები და გარდა ამისა ყურანის სპეციალისტები, ისლამის სპეციალისტები და მცოდნენი და ასე შემდეგ. მაგალითად გიორგი ლობჟანიძე ყავს, ხო თქვა საქართველოში. ყავს კიდე ზოგიერთი სხვა, რომლებმაც კარგად იციან ძალიან ყურანი და ლობჟანიძემ საერთოდ თარგმნა ყურანი, ხო? არა მარტო ლობჟანიძე, სამი თარგმანია, დიასამიძის ლობჟანიძეს და მესამეს გვარი გამომივარდა. და გარდა ამისა არიან ეს ადამიანები და მათი პრაქტიკული ცოდნა და პრაქტიკული თეორიული ცოდნა არ არის, არ ჭირდება ჯერჯერობით არავის და მე ვთქვი რომ აუცილებლად ჩართულები ამ საქმეში. საქართველოში არიან ისლამის სპეციალისტები საკმაოდ სერიოზული. თურქეთში და ირანში ცხოვრობენ წარმოშობით ქართველები, რომლებიც ამ საქმით არიან იქ დაკავებული, მათი გამოყენება შეიძლება. სხვისი გამოცდილების გადაღება შეიძლება. მოკლედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და აი ამ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ის რა უნდა ისწავლებოდეს და როგორ უნდა ისწავლებოდეს. მე აქვე არ შემიძლია არ გითხოთ იმ ადამიანების შესახებ თქვენი აზრი, რომლებიც მიდიან საქართველოდან, ჯერ საინტერესო როგორ ახერხებენ ესე ქვეყნიდან გასვლას და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში ჩადგომას, მაგრამ ეს ადამიანები მიდიან ბოლო მონაცემებით პრემიერ-მინისტრის განცხადებით 50 ადამიანია ასეთი, ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო მონაცემი ასეთი არის. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მათი საქართველოდან წასვლას? ეს არის რაღაც ეკონომიკური პრობლემა, ის რომ აქ ვერ იღებენ ისეთ სწავლებას, როგორც თქვათ მათ უნდათ თუ რაღაცა ინტერპრეტირებული სწავლების შედეგია, აი ეს თქვათ იდეოლოგიურად, თქვათ დამახინჯებულად მიწოდებული ინფორმაციის, რაზეც თქვენ ბრძანებდით წეღან. ყველა ეს ფაქტორი არსებობს, მაგრამ ერთი ფაქტორი მინდა გაითვალისწინოთ. უნდა შეხედოთ მოვლენას სხვისი თვალით. ანუ ხალიფატის მესვეურთა თვალითაც შევხედოთ და პარადოქსალურ სურათს ვნახავთ. ხალიფატის მესვეურთა ვერსიით ჩვენ დღეს ცხოვრობთ ხალიფატის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ კავკასია ხალიფატში შედის. ეს არის პროვინცია ვილაიეთი, ვილაიეთი კავკასია. ეს იმათი ვერსიით.
აქედან გამომდინარე მორწმუნეს, რომელიც აღიარებს სუფთა ყურანს, ყოველგვარი ზედნაშენის გარეშე, თავისუფლად შეუძლია ხალიფატის ტერიტორიაზე გადაადგილება. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ხალიფატის ტერიტორიაზე, ხო და ამიტომ ის ხალიფატის ერთი წერტილი ადამ მიდის ხალიფატის ბ წერტილში. ეს იმათი თქვა თვალსაზრისით ჩვენ ხალიფატის ერთ-ერთი საქართველოს ვილაიეთი ვართ, მაგრამ არსებობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონები. ჩვენი კანონების მიხედვით ძალიან რთულია, რომ 28 წლის გადაცირებულ ადამიანს გააჩერო საზღვარზე და უთხრა სად მიდიხარ ერთი მითხრა ის გეტყვის სამუშაოდ მიდივარ მაგალითად თურქეთში ან სადღაც ეგვიპტეში. ნუ რასიზამ გაყვები სადაც ნახავ როგორ მუშაობს. ხო ძალიან რთულია ამის გაკეთება რა. კონსტიტუციონი დაარღვიო ის რო არ გაუშვა. ასეთი რამეც ხდება ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არის, მაგრამ თავისთავად ჩვენ ხო ხდებით რომ სამართლებრივ ესე ვთქვათ კაზუსს ვაწყდებით. მაგრამ აი ეს ახალგაზრდის მაგალითი მახსენდება, ახლა უბრალოდ გვარი ვეღარ გავიხსენე, რომელიც შეაჩერეს კიდეც საზღვარზე, აი მიმართვაში ვინც მონაწილეობდა ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საზღვარზეც კი შეაჩერეს, რაც შემოწმება ჩატარდა, მაგრამ თითქოს ვერაფერი აღმოუჩინეს, ესეთი მაინც გადავიდა, მაინც მოხდა მათ რიგებში. ესეთი ადამიანები არ არიან პოტენციურად გამოვლენილნი უშროების სამსახურების მიერ, არ გვაქვს არანაირი კონტროლი ქვეყანაში. როგორ არ არიან, ნაწილობრივ არიან ბუნებრივია, იმიტომ რომ უშიშროება ცოდაშვილის უნდა ითქვას, რომ ბოლო 6 თვეა ძალიან გააქტიურდა ამ თვალსაზრისით და გარკვეული უნარჩვევებით შეიძინა ამ სენთან უბედურებასთან ბრძოლის. მანამდე არ ქონდა, იმიტომ რომ არაფერ აწყდებოდა ასეთ პრობლემას. ეხლა უკვე შეიცვალა მდგომარეობა. კი, არის რასაკვირველია, ბევრი მათგანი არის, ესე ვთქვათ, ჩანიშნული, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომელიც ჩანიშნული ვერ იქნებიან, ბუნებრივია, იმიტომ რომ მათი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული აქტივობა შემჩნეული არ არის. ეხლა რაშია საქმე, იცით რომ კი შეიძლება დასვა კითხვა რომ არის მათ ერთობას ქვია ჯამაათი. მოდი ავწეროთ ჯამაათის ყველა წევრი და ჯამაათის ყველა წევრი ყავდეს, ესე იგი, ესე ვთქვათ, აი ამაშია საქმე. ეს ჯამაათიც არ არის ერთგვაროვანი. მაგალითად დუისის ჯამაათი ერთ პოზიციაზე დგას ბანკისის უარს ამბობს ხალიფატთან თანამშრომლობაზე, ჯოყოლოს ჯამაათი მეორე სოფლის პირიქით ესე იგი ყველანაირად ეხმარება ხალიფატს და ეს არის მისი ამირი. და ფაქტს იმას ვიღებთ, რომ ყოველ შემთხვევაში მსურველები მიდიან, ვთქვათ, ბოლო მონაცემებით 50 ადამიანი არის და გვიგზავნიან კიდეც აქეთ მუქარის შემცველ ვიდეო მიმართვებს. აი სწორედ ამ ვიდეო მიმართვებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, რამდენად საშიშია, რამდენად რეალური საფრთხის შემცველია ის ვიდეო მიმართვები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის გასაგებ ენაზე? ამ კონკრეტულად ამ 4 პიროვნების მიმართვა ისა მუქარა არაფერს არ წარმოადგენს აბსოლუტურად. მაგრამ მეორეს მხრივ ამ მუქარამ გარკვეული ეფექტი მისცა მათვე და საზოგადოებასაც. დაპირისპირების ხარისხი გაიზარდა. სოციალურ ქსელში მიდის უბრალოდ პირდაპირ რელიგიური დაპირისპირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და გარდა ამისა, ის საქართველოს საზოგადოებისთვის თბილისური. აბსოლუტურად შეუმჩნეველი ეპიზოდი გაჩნდა უცებ ახალი. ეს არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება თვითონ მუსულმანურ თემის შიგნით. ეს მნიშვნელოვანი თემაა და ეს ახალი თემაა სხვადასხვა. დაპირისპირება იმდენად ძლიერია, რომ აჭარაში უკვე, ასე ვთქვათ, მაღალ ხარისხს მიაღწია ზუსტად აი ამ მიმართვის შემდეგ. მუსულმანურ თემში ტრადიციონალისტებსა და სალაფიტებს შორის, სალაფიტებია რადიკალები. რაფორმას მიიღებს ეს კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ის ისედაც ჩაკეტილი საზოგადოება იყო. მოდით განგვიმარტეთ მოკლედ, ანუ რა დაპირისპირებაზე არის საუბარი, ანუ ერთი ნაწილი მომხრეა გაერთიანდეს ამ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში და მეორე არა, თუ უბრალოდ სხვა თემასაა საერთოდ. ეხლა აბსოლუტურად სხვაგან წავედი. ტრადიციული ისლამის მიმდევრები, სუნიტების და შიიტების, რომელიც საქართველოში არიან, აჭარლები, აზერბაიჯანელები, ქისტები, ავარელები, რომელიც ყვარელში ცხოვრობენ. ეს არის იმ რელიგიის, ესე იგი ისლამის იმ მიმდევრების წარმომადგენლები, რომლებიც ასე ვთქვათ, იმ ტრადიციულ რელიგიას მისდევენ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში ჩამოყალიბდა. ეს ხო დიდი თემაა. და სალაფიტები, ეს არის მოსული რელიგია, ასე ვთქვათ. ანუ ერთი და იგივეა ერთი შეხედვით. ორივე სუნიტური ისლამია, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია და ეს რო არ თქვა, მაყურებელი ვერ გაიგებს. ტრადიციონალისტებსა და სალაფიტებს შორის განსხვავება ის არის, რომ სალაფიტებს აქვთ ერთი წმინდა წიგნი და ამ წიგნის მიხედვით უნდა იცხოვრონ მორჩა. ეს არის მათი მთავარი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო და დროშა. რაც იქ წერია იმის მიხედვით უნდა, იმიტომ რომ შარიათის კანონებით. მართალია მე გითხარით ინტერპრეტაციაზე, მაგრამ ეს მეორე საკითხი. რაც შეეხება ტრადიციონალისტებს, კავკასიელი ტრადიციონალისტების რელიგიური ასე ვთქვათ, ჯგუფების ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია
ფილოსოფიური სულიერ ატრიბუტზე ვლაპარაკობ. ტრადიცია, ურთიერთობების წესი, რომელსაც ქვია სხვანაირად ადათი. ხო? ორი მოგიკროთ. უფროს უმცროსობა, მაგალითად, ქალის მიმართ დამოკიდებულება. ეს არის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, რომელიც საფუძველს წარმართობიდან იღებს. ამიტომ არის, რომ კავკასიელი ქრისტიანებსა და კავკასიელ მუსულმანებს შორის ბევრია ძალიან საერთო. მაგრამ ფუძეა ერთი, წარმართობიდან მოდის. ხო და მაგალითად სალაფიტური ისლამი აბსოლუტურად გამორიცხავს უფროს უმცროსობის დამოკიდებულება. სალაფიტური ისლამის მთავარი ლოზუნგი არის შენ ხარ თვითონ შენი ბედის მჭედელი. არც ქალი, არც უფროსი, არც უმცროსი შენთვის არაფერს არ წარმოადგენს. ადამიანი არსებობს და თავის ბედს ქმნის თავის ხელით. გასაგებია, მე არ შემიძლია არ შევეხო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ ევროპის კონტინენტზე. რაც ხდება, თქვა, საფრანგეთში, რაც ხდება ბელგიაში, ნუ გაისმის კიდევ მუქარები, თქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე უნდათ იერიშის მიტანა, ყოველ შემთხვევაში არაფერი მომხდარა. აი ეს როგორ ხდება, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს გაიზიაროს საქართველოს დღეს და ხვალ თუ არა, თუნდაც გარკვეული ხნის შემდეგ, თქვა, პარიზის ბედი, თქვა, თბილისმა, რაც ბელგიაში, თქვა. ვიცი, ეს ტრადიციული კითხვაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი ალბათობით ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნუ ესეთი იქნება ჩემი ტრივიალური პასუხი. გასაგებია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რეგიონული საფრთხე, რომელიც ახლახან გამოიკვეთა, თურქებმა ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი Su-24 თურქეთ-სირიის საზღვარზე. ოფიციალურად ეს თვითმფრინავი მიემართებოდა სირიისკენ, დაებომბა, ვთქვათ, იქ ბრძოლების, ასე ვთქვათ, რაღაც პოსტები, მაგრამ რეალურად თურქეთმა გაუგზავნა 10 გაფრთხილება 5 წუთის განმავლობაში, რუსმა მფრინავებმა ეს ყურად არიღეს და ამის გამო ჩამოაგდეს კიდეც თურქებმა. ორ ქვეყანას შორის სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა. როგორ ხედავთ მოვლენების ვითარებას, აი ამ საკითხსაც რომ შევეხოთ ბატონო მამუკა. პირდაპირ ომის საშიშროებას ვერ ხედავ. ყველაფერი გაკეთდება დღეს რომ ეს ომი არ მოხდეს პირდაპირ დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში მოკლევადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ ის რომ ერთმანეთს დაუწყებენ ჭკმეტას და ბრწყენას სხვადასხვა ადგილას სამხედრო თვალსაზრისით ეს ფაქტია. მაგალითად, რუსეთს შეუძლია ძალიან გაურთულოს ქურთებთან ურთიერთობა თურქებს. შეუძლია დააჩქაროს პროცესი ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის აღიარებისა. რომელიც თურქეთის გარკვეულ პროვინციებსაც მოიცავს, ხო, სამხრეთით? არ მოიცავს არაფერს, მაგრამ ახლოს არის და თურქეთი ძალიან ეშინია, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ მაშინ ესე იგი სეპარატიზმის სენი ისინი თვლიან, რომ გააქტიურდება თურქეთშიაც. და იგივე მოხდება, ნუ ცოტა ხნის მერე ჯერ ეს თურქ-ქურთისტანი იქნება აღიარებული დამოუკიდებლად, მერე ის აუცილებლად და მათი ტერიტორიაც აუცილებლად მოინდომებს შეერთებას ამ ერაყის ქურთისტანთან. სამაგიეროდ შეუძლია თურქებს დაუხურონ მაგალითად რუსებს სრუტე დარდანელის. მათ აქვთ ამის უფლება საომარი ვითარების შემთხვევაში საერთაშორისო კონვენციით მათ აქვთ უფლება სრუტე დახურონ. ეს ნიშნავს, რომ სირიაში ყოფი სამხედრო კონტინგენტი მოწყვეტილი იქნება ესე იგი ბაზებს. გარდა ამისა, თურქებს შეუძლია ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნან რუსებს ყირიმში. და ასე შემდეგ, მოკლედ, ბწყენით ეს ორივე შეუძლია გააკეთოს. ახლა ამ სიტუაციაში საქართველოს სულ რო გასუსულები და გატრონულები ვიყოთ და თავშეკავებული იყოს ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებს და მე მივესალმები ამას. ანუ არის გარკვეული საფრთხე და მოლოდინი, რომ ჩვენ შეიძლება მოვყვეთ ამ საქმე ის არის, რომ ორი ქვეყანა როცა ერთმანეთში ომობს, ორი ამხელა ქვეყანა შენ რო შუაში ხარ, რაღაცნაირად მოხდება ეს ამბავი. ხა მე არ ვიცი, რუსეთს შეუძლია მაგალითად ყარაბახის კონფლიქტი, ასე ვთქვათ, გააქტიუროს, იმიტომ რომ დასაჯოს ირაკლი ალასანია აცხადებდა, არ ვიცი თუ მოისმენეთ ორივე დღის წინ, რომ საქართველოს საზღვრებზე არსებული მდგომარეობა არის არადამაკმაყოფილებელი, თუნდაც იმიტომ რომ ვიღაცა ახერხებს რომ გადავიდეს, ვთქვათ, ჩვენი საზღვრიდან, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქე, არამედ ჩვენი თუ აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს დაახლოებით კვირანახევრის წინ და ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ აი საქართველოს-რუსეთის საზღვარი საქართველოს-თურქეთის საზღვარი არ არის ნორმალურად გაკონტროლებული და შეიძლება რაღაც მოინდომონ თვითონ გაკონტროლება. თქვენ ხედავთ აი მოვლენების ასეთი განვითარების, ასე ვთქვათ, პერსპექტივას? კი, მაგრამ ესე არ არის, ხო თურქეთის საზღვარი არის ზუსტად გაკონტროლებული, ერთადერთი საზღვარია, რომელიც კონტროლდება თავიდან ბოლომდე. დემარკირებული არ არის საზღვარი სომხეთთან ბოლომდე და აზერბაიჯანთან ბოლომდე, რუსეთთან საერთოდ. საზღვრის თემა ეს არის ცალკე თემა და უბრალოდ ირაკლი თავდაცვის სამინისტრო მინისტრი იყო, მაშინ ელევარაკა ამაზე და მიეხედა ამისთვის, მე ესე მგონი.
ხო და მე ამის საუბარს დიდი ხანია ვლაპარაკობ, კატასტროფული მდგომარეობა საქართველოს-რუსეთის საზღვარზე. იმიტომ კი არა, მესაზღვრეები არ იცავენ. მესაზღვრეები არიან მართლა ვაჟკაცები და გმირი ხალხია და ნუ ნახოთ რა პირობებში არის მოოფებიან ისინი, მაგრამ თვითონ დემარკირებული რო არ არის, აქედან გამომდინარე კანონი არ მუშაობს. ნებისმიერ გადამკვეთ შეუძლია გითხრას რას მერჩი რა გინდა. საზღვარი არ არის პრაქტიკულად, არ არის სარიელი. იმ თვალსაზრისით კანონის თვალსაზრისით. ხო და რასაკვირველია ხიფათი არსებობს თქვა ბრენდია ხო უარყოფითი ბრენდი პანკისი და შეუძლია რუსეთს გამოიყენოს თუ დაჭირდა მაგრამ მე მაინც გონია რომ კი რასაკვირველია ესეთი თეზაც არსებობს რომ რუსეთს შეუძლია დასაჯოს თურქეთის კი არა ნატოს მოკავშირე საქართველოს ესეთიც არსებობს მაგრამ თუ დაჟაზია მიდგა საქმე მე მგონი თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის დაჟა უფრო ხელეწიფება რუსეთს მით უმეტეს ნაკლები მსხვერპლით ყარაბაღის კონფლიქტის განახლებით პრობლემა არ არის მით უმეტეს დღეს თუ დუმაში შევიდა კანონპროექტი რომელიც სისხლის სამართლის დევნას გულისხმობს მათთვის ვინც არ აღიარებს სომხების გენოციდს ეს არის საპასუხო შეიძლება აიყონ და ჩვენი ერთ დღეს ასე ვთქვათ გადადგან უფრო მკვეთრი ნაბიჯი ყარაბაღის თემის მიმართ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისლამურ საფრთხესთან ტერორიზმთან ბრძოლაში თქვენ როგორ ხედავთ რა როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას სამოქალაქო სექტორს რა უნდა ვიცოდეთ რა არ ვიცით და აი რანაირად შეიძლება რომ ვიყოთ უფრო მეტად სამოქალაქო სექტორის 90%-მა არაფერი არ იცის ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტში საკითხული ამბავი ეს არ არის ცოდნა მე ვთვლი რომ საქართველოს რომელიც ტრადიციულად ძალიან ბევრი რამ იცოდა ისლამური კულტურის შესახებ ეს ამბავი სულ დაივიწყა ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ გარემოცვაში ვართ. ისლამური კულტურა, ისლამური რელიგია არის არამხოლოდ ჩვენი მეზობელი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოციუმის, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესის ნაწილი, ხო? 12-დან 15%-მდე ყავს ესენი და რო კითხვა გააჩერო თბილისში 100 გამლილიდან 100-ვე გეტყვის რომ აი რა წაუკითხე გაზეთისთვის რაღაც მოუგრია ყური, ესე არ შეიძლება. ეს არის ამის შესწავლა, ცოდნა, დამუშავება არის უმნიშვნელოვანესი რამ. აქ მხოლოდ რელიგიაში არ არის საქმე, მე მთავარი არ მithkoms. სალაფისტური რელიგია მუჰამედი იყო პოლიტიკოსი. მუჰამედის მიერ შექმნილი რელიგია თავისთავად პოლიტიკურ ნიშანს ატარებს. ყოველთვის ასე იყო. მაგრამ ეხლა მით უმეტეს ზოგიერთი ქვეყნის მიერ ხდება რელიგიის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად. სხვა შორის ჩვენ გავიარეთ უკვე ეს ისტორიაში, როცა ჯვაროსნები იყენებდნენ რელიგიას პოლიტიკურ იარაღად. ეხლა ამ შემთხვევაში ეს ხდება. და რადგან ესეთი რამ ხდება, ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ რა ტიპის იარაღია ეს და როგორ უნდა მოიგერიო. ხო, ეს ხო ელემენტარული რამეა. როდესაც კრივში მონაწილეობ, ხო, შესწავლობ მოწინააღმდეგეს წინასწარ, არა, როგორ ხმარობს თქვა მარცხენას, რა შეული. ასევე უნდა ისწავლო. ეს არის პოლიტიკური მიზნის მისაღწევი იარაღი. ამ შემთხვევაში ისლამის ეს ფორმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც ხალიფატს ახასიათებს. უნდა ვისწავლოთ. არ სწავლობ. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ სტუდიაში მობრძანებისთვის. მიმდინარე კვირის კიდევ ერთი აქტუალური თემა კვლავ დედაქალაქის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტებია. ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე საკრებულოში თავად დედაქალაქის მერმა უნდა წარადგინოს. რა შეკითხვები ექნებათ საკრებულოს წევრებს ნარმანიასთან და როგორია დედაქალაქის განვითარების მთავარი პრიორიტეტები? ამ საკითხებზე აქტუალური თემის შეკითხვებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პასუხობს. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონო გიორგი, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ბიუჯეტის თემაზე. ეს თემა კვლავ რჩება ძალიან აქტუალურ თემად. ბიუჯეტი გადაგზავნილი არის მერიისთვის და მალე უნდა დააბრუნოს მერიამ და უფრო მეტიც ის თვითონ მერმა უნდა წარმოადგინოს. ესე იგი, მთავარი შენიშვნები, რომელიც ჰქონდა საკრებულოს ბიუჯეტის მიმართ და რას ელოდებით, რა სახით დაბრუნდება ის საკრებულოში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ იდეალური ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რომელიც ერთი შემოსვლით მიიღება, ეს უწინ ხდებოდა ხოლმე, წინანდელ მთავრობას ჰქონდა ეს მეთოდი დანერგილი, რომ რასაც წარმოადგენდა იმას ერთი ხელისაწევით ხმას აძლევდნენ. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ვიდრე შემოვიდოდა ეს ბიუჯეტი, ჩვენ წინასწარი შეხვედრები ჰქონდა მერთან, საბიუჯეტო სამსახურებთანაც, მერის მოადგილესთანაც და ბუნებრივია, რომ იქ მიდიოდა წინასწარი მოლაპარაკებები. რაც შეეხება შემდგომ შემოსულ ბიუჯეტს, ბუნებრივია, რომ აქ ჩაერთო უკვე საკრებულოს სხვა წარმომადგენლობაც და თავისთავად
ის ხარვეზები, რომლებიც ამ ბიუჯეტს ახლდა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამიტომ ეს არის ვთვლი, რომ არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რომ შემოსული ბიუჯეტი უკან გადაიგზავნა მერიაში. იქ გასწორდება, შეიტანება ის შესწორებები, ის წინადადებები, რომლებიც წარმოადგინეს როგორც ჩვენმა შესაბამისმა კომისიებმა, ასევე დეპუტატებმა, მაჟორიტარებმაც და პროპორციული სიით არჩეულებმაც და ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ აი ამ ურთიერთთანამშრომლობით, რომელიც გაგრძელდება სანამ 10 დეკემბრამდე კიდევ ერთხელ შემოვა უკვე მეორე მოსმენით ეს დოკუმენტი, ქალაქის განვითარების საბიუჯეტო დოკუმენტი, რომ ბევრი რამ გათვალისწინებული იქნება. ბატონო გიორგი, ამ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო წინააღმდეგობა, ვთქვათ, კრიტიკა როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე თვითონ უმრავლესობის წრეებშიც, მათაც საკმაოდ ბევრი შენიშვნა ჰქონდათ. ზოგადად საუბარია იმაზე, რომ არ არის დაუშვათ კონკრეტულ პრიორიტეტებზე სწორად ორიენტირებული, რომ იქ გაზრდილი არის, ვთქვათ, სახელმწიფო ფონდი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, იმაზე შედარებით ნაკლები თანხაა გამოყოფილი. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ თვალსაზრისით და მთავარი შენიშვნა, რომელიც თქვენ გქონდათ მაგალითად, რაც აუცილებლად უნდა ჩასწორდეს ამ ბიუჯეტში? ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა გამოვყო ის პრიორიტეტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის 2016 წელს. ეს არის ძალიან აქცენტირებული სოციალური თემა, ამავე დროს ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, განათლების კუთხე აუცილებლად მინდა რომ ცნობილი იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის. ეხლა რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რომელიც წარმოვადგინეთ უკვე საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში განსაკუთრებულად ის ავარიული კორპუსები, რომლებიც მძიმე მემკვიდრეობად გვერგო ჩვენ მთელი 20-30 წლის მანძილზე. და თავისთავად მაჟორიტარების, განსაკუთრებით მაჟორიტარების მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ის შესაძლებლობები, ფინანსური შესაძლებლობები, რომლითაც ჩვენ უზრუნველყოფთ აი ამ შენობა ნაგებობების ან გამაგრებას, ან რაღაცა სხვა გზის მონახვას. არის კიდევ ცალკეული საკითხები, რომლებიც აქცენტირებული უნდა იყოს ახალი ბიუჯეტის დამტკიცებისას და რაც შეეხება სახელმწიფო ფონდის გაზრდას. ჩვენ პირადად საკრებულო მაქსიმალურად ვცდილობთ და ეს ასეც იქნება, რომ სახელმწიფო ფონდი უფრო პრემიებზე ლაპარაკობ ხოლმე და მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულომ თავიდანვე უარი თქვა, მეორე სტომისთანავე უარი თქვა პრემირებაზე, მაგრამ ეს პრემირების არ მიცემა, რა თქმა უნდა, არ შეეღო აპარატის თანამშრომლებს. ასე რომ ჩვენგან არანაირი პრემირება და დანამატი აი ამ კუთხით, პრემირების კუთხით, რა თქმა უნდა, ანუ ამ შემთხვევაში პრემიები არ ჩაანაცვლა დანამატებმა თქვენ შემთხვევაში, საკრებულოს შემთხვევაში. ეხლა მათ განსხვავება არის, პრემია რა არის და დანამატი რა არის. პრემია არის, თქვათ, რაღაცა გამორჩეული მოღვაწეობისათვის, რაღაცა დავალების კარგი შესრულებისათვის გადაცემული ფულადი სახსარი, ხოლო რაც შეეხება დანამატს, ეს არის უკვე ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება და ერთმანეთს ვერ უკავშირდება. ეხლა რატო აიგივებენ, რატო უკავშირებენ ერთმანეთს, ეს უკვე თავიანთი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ვინც ამ საკითხს აყენებს. თუმცა ის რომ თქვა წინასწარ არის განსაზღვრული, რამდენი ზეგანაკვეთური შეიძლება იმუშაოს ადამიანმა თუ რამდენი თქვა დამატებითი სამუშაო შეასრულოს, ეხლა ეს რამდენად რეალურია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრო დაუშვათ თანხებში. მოდით ნუ განსაზღვროთ წინასწარ, მე მაგალითად ესეთ რამე შემოგთავაზებდით, რომ თქვა ვინც არის ამით განსაკუთრებით გამოკვეთილად დაინტერესებული, შეუძლია შემოვიდეს დღის მანძილზე, ერთი დღის მანძილზე ნახოს ის შრომის რიტმი, რომელიც საკრებულოში არის და ის თავად დარწმუნდება, თუ რატომ ხდება გარკვეულწილად მინიმალურ დანამატზე არის ლაპარაკი, გაცემა, თქვათ, შესაბამისი სამსახურებისათვის. ბატონო გიორგი, როგორც აღნიშნეთ, ბიუჯეტის პროექტი ამჯერად თავად მერმა უნდა წარმოადგინოს. მანამდეც იყო მოთხოვნა, რომ მერი მოსულიყო საკრებულოში და ქონოდა შეხვედრა და გაეცა საკრებულოს წევრებისთვის პასუხი. მოკლედ, აი მთავარი კითხვები, რომელიც ამ შემთხვევაში ეხლა დაისმება მერის მისამართით, რა იქნება? ეს რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილ პროექტს მოყვება, იმიტომ რომ ჩვენ დასაწყისშიც ათქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მოთხოვნების
უმრავლესობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლოგიკასთან რაც არის დაკავშირებული, ის უნდა გავითვალისწინოთ, აი ეს ყველაფერი მხედველობაში იქნება მიღებული. დანარჩენი კითხვებიც რა თქმა უნდა ამის შემდგომ 10 დეკემბრის შემდგომ გაჩნდება, იმიტომ რომ 10 დეკემბერს ეს შემოვა, შემდგომ რაღაცა გარკვეული ფაზა იქნება, გარკვეული პერიოდი, როდესაც ჩვენ უკვე ჩავიხედებით, შესაბამისი კომისიები თავიანთ აქცენტებს გამოყოფენ აი ამ ახალი წარმოდგენილი პროექტიდან და იმის შემდეგ გაგვიჩნდება ის კითხვები, რომელიც რა თქმა უნდა საკრებულოს ხდომაზე ის საჯარო არის და ღია არის ყველასათვის და ყველა მოისმენს თუ რა კითხვა გაუჩნდა უმრავლესობას. რამდენად სწორად არის ამჯერად აი ამ 2016 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული პრიორიტეტები? მართალია ქალაქში ბევრი პრობლემაა, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, 10 წლეულების განმავლობაში დაგროვდა, იქნება ეს ავარიული სახლები, კორპუსები, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკები, გზების პრობლემა, კომუნიკაციების პრობლემა. რამდენად სწორად არის განსაზღვრული? გასაგებია რომ თქვათ ამას არ ეყოფა რაღაც ძალიან დიდი ბიუჯეტიც, მაგრამ ეტაპობრივად დაიწყოს დაუშვათ რაღაც ერთი კონკრეტული სეგმენტის მოგვარება, ამ თვალსაზრისით რამდენად სწორად არის ეს დაგეგმილი? მოდით ასე შევაფასებდი მე, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ძირითადად, ასე ვიტყოდი, წახდენილი საქმეების გამოსწორებას და თუ შეიძლება ასე ითქვას, რუტინას მიეძღვნა. ეს იქნებოდა წახდენილი ვის მიერ? მოდით შევაფასებდი მე, რომ ძალიან ბევრი რამის გამოსწორება გვიხდებოდა ჩვენ. ძალიან ბევრი საკითხი იყო დაგროვებული, თუნდაც აი იგივე ბიუჯეტის მხრივ, იგივე ფინანსური დოკუმენტაციის მხრივ, რომელთაც ჩახედვა უნდა და შესწავლა უნდა და ასე ვთქვათ, სწორი გეზის ამოხსნა. მე ვფიქრობ, რომ 2016 წელი ზუსტად მაგ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი, რომ 2015 წელი, რომელიც მეტნაკლებად პროგრამული იყო, 2016 წელი კიდევ უფრო მიახლოებული იქნება პროგრამულთან და ის რუტინა, რომელიც ჩვენ 2015 წელს, ასე ვთქვათ, ვასრულებდით იმ რუტინას, ეხლა იქნება უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერიოდი, ეს ერთი წელი და ამას თვალნათლივ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ეს უპირველეს რიგში შეეხება, ვთქვათ, იმავე ახალი ვაგელ პუშკინის ქუჩას გადავყურებთ, პუშკინის ქუჩის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, ეს ერთი მხარე აუცილებლად იქნება მოწესრიგებული უკვე ივლისის თვეში, ამასაც დაინახავს ჩვენი მოსახლეობა ავტოპარკის სამგზავრო პარკის განახლების საქმეშიც გამოჩნდება ეს და აგრეთვე იმ კორპუსების გამაგრებაში, რომლებიც იმ მდგომარეობაში არიან და ექვემდებარებიან ასე ვთქვათ გამაგრებას. რაც შეეხება დემონტაჟს ამ ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების, რომლებიც დიდი ხანია უკვე ამორტიზებულია, დიდი ხანია გაუვიდა ამათ ექსპლუატაციის ვადა. ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ესენი აუცილებლად მოახდენდნენ ამ შენობების დემონტაჟს, ინვესტორის შემოყვანას და ადამიანების დაკმაყოფილებას უკეთესი საცხოვრებელი პირობებით, უფრო საიმედო საცხოვრებელი პირობებით. რა ვითარება ამ თვალსაზრისით? თუ არის რამე განსაზღვრული ამ ბიუჯეტში? მე გეტყვით კონკრეტულად ამ შემთხვევაში რაზე მიდის კონკრეტული ასე ვთქვათ პროექცირებული მუშაობა, ეს გახლავთ დავით აღმაშენებლის ქუჩის გაგრძელება, რომ ბოლომდე იქნეს მიყვანილი და ზუსტად იქ არის ის შენობა ნაგებობები, რომლებიც უნდა გამაგრდეს, ნაწილი გამაგრდება, ნაწილი დაიშლება და ახალი აშენდება. ძველი თბილისი ასე ვთქვათ, თბილისი რომ შევინარჩუნოთ და მეორე არის აგრეთვე ჩაფიქრებული, ვისთანაც მიდის ინვესტორი ახსენეთ თქვენ, მოლაპარაკება ეს არის, რომ ფიროსმანი რაღაცნაირად ძველი თბილისის კოლორიტში მოვაქციოთ. ანუ პირობითად საკრებულომ ამას დაარქვა შარდენიზაცია, რომ აი შარდენისნაირი ქუჩები რაც შეიძლება უფრო მრავლად იყოს თბილისში. ანუ ამას ექნება კომერციული დატვირთვაც. არა მხოლოდ kommertsიული დატვირთვა, ეს იქნება როგორც ფინანსურად ქალაქს მოგებას მოუტანს. ეს იქნება დასაქმების კუთხის მოგვარებაც, თავად მოსახლეობა თავის შესაძლებლობებსაც ეზოში იქნება თუ თქვათ გარეთ იქნება გამოიყენებს ამას და ასე რომ ეს ძალიან მრავალმხრივი პროექტი იქნება. ამ შემთხვევაში აქ ინვესტორი ერთვება? აუცილებლად ინვესტორი, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩაერთვება ქალაქის მუნიციპალიტეტის თავისი ფინანსური რესურსებით და თავად მოსახლეობაც იქნება მასში, ასე ვთქვათ, ჩართული. ანუ ეს პროექტი განსაზღვრულია, ეს თემა განსაზღვრულია ამ ბიუჯეტში 2016 წელს. ბიუჯეტში ვერ გეტყვით, ეს ზოგადად იქნება განსაზღვრული, ეს ვერ იქნება ასე, რომ ვთქვათ, ფიროსმანის ქუჩა, მაგრამ რაც შეეხება იმ აღმაშენებელს, რომელიც პირველი დავასახელი, ის თბილისის განვითარების ფონდში იქნება განსაზღვრული. ეხლა რაც შეეხება იმ ყბადაღებულ ხრუშოვკების თემას, აქაც რა თქმა უნდა მასშტაბური პროექტი უნდა განხორციელდეს,
მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაჟა-ფშაველას ხრუშჩოვკებს, არის 8 სართულიანი სახლები სამგორის მხარეს, ისნის მხარეს, რომლებიც პრაქტიკულად გამაგრებას არ ექვემდებარებიან, აზრი არ აქვს იმათ გამაგრებას, იმიტომ რომ ისეთი გადახრებია იქ, რომ მოკლედ არქიტექტურულად მათი გამოსწორება შეუძლებელია და ეს არის კიდე დიღმის მხარეს არის კიდე ასეთი ნაწილი შენობების. ასე რომ ჩვენი მუშაობა ზუსტად მაგითკენ წარიმართება, რომ ძალიან სერიოზული ინვესტორი შემოვიყვანოთ, ჩავთოთ ამ პროცესში და თბილისი რაღაცნაირად შედარებით ამოისუნთქებს ვიდრე აქამდე იყო. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას თავად ქალაქში და რაც შეეხება ასევე გზების საცობებს გზებზე და საცობებისგან ქალაქის განტვირთვის თემას. ამ ხრივ თქვათ რა იგეგმება ახალ ბიუჯეტში? მე ვიტყოდი, რომ ეს რა თქმა უნდა ყველა დიდი ქალაქის, ყველა მეგაპოლისის ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის და მათ შორის რა თქმა უნდა თბილისისაც. აქ ძალიან ბევრი კომპონენტი არის გასათვალისწინებელი, იგივე თქვათ წესიერ ნორმალური თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტრანსპორტის შემოყვანა, დაუმატებდი ამას აი ამ საცობების შექმნას აგრეთვე მოუწესრიგებელ მოძრაობას და მათ შორის თქვათ მარშრუტკები, რომლებიც თბილისის უკვე ანომალიად იქცა, თუმცა ამ მარშრუტკების უკან იმდენი ოჯახი დგას, რომ ესე ხელაღებით და გადაწყვეტილად ამ საკითხის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ალბათ ამ სამარშრუტო ტაქსებს თუ ამოიღებენ, ავტობუსით უნდა ჩანაცვლდეს, ხო, იმიტომ რომ ასეთ მოძრაობას ქალაქისას არის აი ძალიან ბევრი ისეთი საკითხი არის. თუმცა, იგეგმება ისეთი თქვათ წეგან მასშტაბური სამუშაოები ვახსენებ, თქვათ ისეთი მასშტაბური სამუშაო იმ წელს, როგორიც არის თქვათ კრწანისის შინდისის გზის დამაკავშირებელი აი ეს მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალური უბნების მთაწმინდა სოლოლაკის აქეთ ორთაჭალის მხარის ასე ვთქვათ მოძრაობას. თუმცა აი ამ გზის მშენებლობას შეეწირა ტყის მნიშვნელოვანი საბარი, საკმაოდ ჯანსაღი ხეები, მრავალწლოვანი ხეები და აი ეს ასევე გადაღებული თემა ქალაქის გამწვანების, იგივე მილიონი ხე ჯერჯერობით რაღაცა ეს რეალურ დარგულ ხეებს მართალი რო გითხრათ ვერ ვხედავთ და რა მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქალაქის ფილტვები დღითიდღე მცირდება, ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება და ჟანგბადი არ აქვს. მე ვერ დაგეთანხმებით ერთ რამეში, რომ არაფერი არ ირგვება, იმიტომ რომ მე თავად დაახლოებით 1 აქციაში მაინც ამაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც მერიის ინიციატივით გაიმართა და ასევე საკრებულოს ინიციატივით. ასე რომ ამას ყველაფერს დაინახავს, თუმცა იმ ხეების, დარგული ხეების მოვლა პატრონობა ეს არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ვთქვათ რაღაცა ნერგს რო ჩარგა. იმიტომ რომ იმას მინიმუმ 3 წელი უნდა მოვლა, გასხლა, მორწვა და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ჩვენ დავინახავთ. ეს მილიონი ხის დარგვაც, ეგრეთ წოდებული, როგორც თქვენ აბრძანეთ, რომ ესეთი გახმაურებული თემა, ეს არ არის განუხორციელებელი რამ. ეს აუცილებლად შესრულდება თბილისის მერის პირობისამებრ, რომელშიც ერთმანეთს მუნიციპალიტეტი ორივე ერთმანეთს უდგავართ საკრებულოს და მერიაც ერთმანეთის მხარში. ეხლა რაც შეეხება გაჩეხვას, საერთოდ როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, მნიშვნელოვანი ნაგებობა უნდა აშენდეს ან რაღაცა მნიშვნელოვანი გზა მაგისტრალი გაიყვანოს, იქ ყოველთვის ხდება ესეთი პროცესები არის. ეს ისტორიულად ასე იყო საუკუნეების მანძილზე, რომ რაღაცა უნდა ასე ვთქვათ, შეწირვოდა ძალიან დიდი საქმის განხორციელებას და ამ შემთხვევაში მე ასე ვიტყოდი, რომ ვთქვათ, თუ გაიჩეხება ეს 400 ძირი ხე, მე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ხე უნდა დაირგოს და ეს ასეც მოხდება. ეს იქნება მე ესეთი წარმოდგენა მაქვს და ვისაც ის პროექტი უნახავს, ერთ-ერთი ულამაზესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის დაბალ ნაწილს დააკავშირებს ზემოთა ნაწილთან. დიახ, ახლა გზები ძალიან მნიშვნელოვანია და ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ქალაქის თუ ქვეყნის პერსპექტივისთვის. თუმცა ქალაქს ასევე სჭირდება რეკრეაციული ზონები, ხო? ეხლა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი რეკრეაციული ზონებია და იგივე ტურისტული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს სასიცოცხლოდ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში თბილისში ვთქვათ, რა ადგილებში იგეგმება ამ რეკრეაციული ზონების განვითარება და აი ამ ხეების დარგვა, რასაც თქვენ ბრძანებთ. კი ბატონო. მე რამდენიმე ადგილს გამოვყოფდი, რომ მოსახლეობისთვის იყოს ძალიან ასე ვთქვათ თვალსაჩინო. ეს არის დენდროლოგიური პარკი, რომელიც
ზღვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შენდება და იქვე არის დაგეგმილი როგორც მოსახლეობა მიცის თბილისის ზოოპარკის გადატანა და ბუნებრივია რომ იქაც ტყის საფარი გაშენდება ეს ერთი მხარე მეორე მახათას მთაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უკვე დამტკიცდა ეს რომ პანთეონი უნდა გაკეთდეს მახათას მთას მონასტრის მიმდებარედ იქაც აუცილებლად ესეთი ნარგავები იქნება გათვალისწინებული და ამავე დროს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საინტერესო პროექტი იქნება და ამის განხილვას ალბათ გენერალურ გეგმაში ჩვენ ავსახავთ უფრო ზუსტად ის წარმომადგენლობა რომელიც მუშაობს არქიტექტორთა ურბანისტთა ეკოლოგთა ჯგუფი და ეს იქნება ვარაზის უკაცრავად ვერეს ხეობაში რომელიც როგორც იცით აი ამ სტიქიან ძალიან დაასარალა და ბუნებრივია რომ იქ სხვა სახის გაშენიანება თბილისისა წარმოუდგენელიც იქნება ზუსტად ის უნდა იყოს თბილისის ერთ-ერთი ფილტვი ზუსტად იქ უნდა შეიქმნას. აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ რომ ესე იგი ქალაქში ეს დარჩენილი რაღაცა მწვანე ადგილები გამოცხადდეს ხელშეუხებლად, რამდენად რეალურია ეს არის იდეის დონეზე თუ თქვათ ეს საკანონმდებლო დონეზე გამყარდება და უკვე შეუძლებელი იქნება ქალაქში ამ მწვანე ადგილების ხელისხლება, რაც კიდეც მნიშვნელოვანი იყოს თუნდაც დავუშვათ რაღაც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კი ბატონო, ფაქტობრივად ზუსტად მაგი იქნება გენერალური გეგმა, რომელიც შეიქმნება თბილისისთვის, ეს იქნება ფაქტიურად თბილისის კონსტიტუცია. აი ზუსტად მაგ კუთხით, განაშენიანების კუთხით. და რამდენ ხანში ესე იგი წელიწად ნახევარში შეიძლება იდოს ეს დოკუმენტი? ეს არის 18 თვიანი, დიახ, წელიწად ნახევრიანი არის და ეს დოკუმენტი უკვე გვექნება ხელთ. ასე რომ არამც თუ ესე ფიგურალურად რო ვთქვა, არამც თუ ვინმე მოჭრის ხეს, არამედ დარგვითაც ვერ დარგავს იმ ნებართვის გარშემო. ეს შეეხება მხოლოდ დავუშვათ აი ამ მწვანე საფარს თუ ლაპარაკი არის იგივე მშენებლობებზე, ძველუბანში მშენებლობებზე, იმიტომ რომ ბევრი პროექტია, რომელიც ასევე საკმაოდ წინააღმდეგობრივია. მშენებლობის პრობლემა თბილისში ფაქტობრივად მხოლოდ რამდენიმე რაიონში არის შექმნილი. ეს არის ვერა, საბურთალო, ვაკე, თქვათ ჩუღურეთი მე რა თქმა უნდა ძველები იმას არ გულისხმობ დიდუბის ნაწილი, მაგრამ ის რაც ვთქვათ თბილისს უფრო გაშლის და განტვირთავს აი ამ ძალიან დიდი თავმოყრისაგან ბუნებრივია რომ იქ სხვა ხედვა იქ უფრო სხვა ხედვა იქნება. ქალაქი ვითარდება ვთქვათ იმავე ლისის ტბის მხარესაც, თბილისის ზღვის მხარესაც და შინდისის მხარესაც. ეხლა მიდის ძალიან ისეთი სასიხარულოა ჩვენი დედაქალაქისთვის, საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასე აქტიური მშენებლობები მიდის. ბუნებრივია რომ აი ეს გაშლა ქალაქისა გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს ტრანსპორტის გადაადგილებაში. ამიტომ ეს კრწანისის შინდისის დამაკავშირებელი გზა აი ამ ქალაქის გაშლასაც შეუწყობს ხელს ერთი მხრივ და ტრანსპორტის განტვირთვასაც, ტრანსპორტის თავმოყრისაგან და ხერგილების გაკეთებისაგანაც ასე ვთქვათ რაღაცნაირ შეღავაც მისცემს. რა პროექტებია კიდევ რა არის დაგეგმილი რომ განიტვირთოს ქალაქში მოძრაობა, იმიტომ რომ საცობების თემა არის ძალიან მტკინეული და დღითიდღე უფრო მწვავე ხდება. ეს თითქმის შეუძლებელი არის გარკვეულ საათებში გადაადგილება ქალაქში და პიკის საათი თითქოს არ მთავრდება. დილიდან იწყება და გვიანობამდე პიკის საათია სულ ქალაქში. მე ახლა გეტყვით რომ თქვათ იგივე შეღავაც ეს კრწანისის შინდისის გარდა მისცემს, რა თქმა უნდა ეს პუშკინის ქუჩის ეს მცირე ესტაკადის გაკეთება, ამავე დროს დაგეგმილია 26 მაისის მოედნიდან დაწყებული სანაპირომდე, იქაც გარკვეული ასე ვთქვათ გაფართოება იგეგმება გზისა. ეხლა ჩემი ასე ვთქვათ გულიზრახვაც შემიძლია ამ შემთხვევაში გამოვხატო, რომ თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები რო ცალმხრივი გახდეს, მაგრამ ამას აუცილებლად დასჭირდება მომავალში ეს 2016 წლის ბიუჯეტში ჯერჯერობით ვერ აისახება, რომ ვაგზალი იქნეს გადატანილი დიდუბეში და ის მონაკვეთი, რომელიც შემდგომ შეიძლება რომ ინფრასტრუქტურულად ზუსტად სატრანსპორტო თვალსაზრისით განვითარდეს, მოგცევს მაგის საშუალებას, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შესაბამისად ცალმხრივი გახდეს და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოძრაობას. მით უფრო, როდესაც ასე ვთქვათ, არა სამგზავრო, არამედ ეს გადამზიდი მატარებლის ვაგონები უკვე თბილისის გარშემო შემოვლიან. ანუ ნაწილობრივ გადაიტანონ, დარჩეს ვაგზალზეც. იმიტომ ცენტრალური ასე ვთქვათ, უბანი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რომ სამგზავრო მატარებელი შემოდიოდეს. ეს ყველა დიდ ქალაქში ასე არის. ის არ შეიძლება რომ ქალაქგარეთ იყოს სამგზავრო მატარებლის გატანა ქალაქგარეთ არ შეიძლება.
ეს პროექტი როდის შეიძლება განხორციელდეს? იცით, ამაზეც მიდის ინტენსიური მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს გენერალური გეგმა როდესაც დასრულდება, იქ უკვე წარმოდგენილი იქნება. რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს, პანორამა თბილის, რამდენად ბოლომდე შესწავლილია ის საფრთხეები, რომელზეც ამ თემის ოპონენტები საუბრობენ და რამდენად გაუძლებს აი ეს ადგილი გეოგრაფიულად, ეკოლოგიურად იმ დატვირთვას. გასაგებია, რომ ეს არის თქვათ ქალაქის მომავალზე გაცვლილი პროექტი, რომელმაც ეს არის ინვესტიცია, რომელმაც ასევე უნდა მოიზიდოს ტურისტი, მოიზიდოს თქვათ თანხები ქალაქში, მაგრამ არსებობს გარკვეული ეკოლოგიური საფრთხეებიც. ვიცით, ჩვენ გქონდა საკრებულოში პანორამა თბილისის საკითხის განხილვა და საკმაოდ ისე იყო, მრავალფეროვნად იყვნენ წარმოდგენილები, არქიტექტორთა წრიდანაც, ეკოლოგების, ურბანისტების წრიდან და სხვები ძალიან ისეთი ფართო საზოგადოება იყო წარმოდგენილი. მე ძალიან ბევრი არგუმენტირებული კითხვა მოვისმინე, მაგრამ მოვისმინე ძალიან ბევრი არგუმენტირებული პასუხი პროფესიონალთა მხრიდან. ძალიან ცნობილი არქიტექტორების მხრიდან, ძალიან ცნობილი ურბანისტების მხრიდან, ძალიან ცნობილი ეკოლოგების მხრიდან. ხოლო თქვათ ოპონენტთა მხრიდან მოვისმინე მხოლოდ აჟიტირებული და აღტკინებული საუბარი დაგვექცა ქვეყანა და დაიღუპა ეს ქალაქი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი პანორამა თბილისი პრაქტიკულად არამხოლოდ ინვესტიციის, არამხოლოდ დასაქმების, არამხოლოდ თქვათ თბილისის თუ შეიძლება ასე ითქვას, რეგიონალური ცენტრის ქცევის საყრდენს წარმოადგენს, არამედ გახლავთ ის პროექტი, რომელიც თბილის უკვე პრაქტიკულად 60 წელია არ შემოუთავაზებიათ თბილისისთვის. პრაქტიკულად რაც გაკეთდა ამ 60 წლის წინათ მეტროს გაყვანით, აი იმის შემდგომ ესეთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება იქ რაღაცა ხეც მოიჭრას, რაღაცა ისაკრა, მაგრამ ეს არანაირად არ აზიანებს არც თბილისის ეკოლოგიის სისტემას, არც გამწვანებას, იმიტომ რომ დაგეგმილი არის რაღაც მე მგონი 30000-მდე ნარგავი უნდა დაირგას და ეს ყველაფერი იქნება გამწვანებული და ისე იქნება წარმოდგენილი თბილისისათვის, როგორც ეს ჩვენ დედაქალაქს შეეფერება. ხომ არ იყო შესაძლებელი დაუშვათ, რომ ეს პროექტი, რომელიც თავისთავად კარგი პროექტია, განხორციელებული იყო ქალაქის სხვა ნაწილში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ქალაქი განვითარდეს, გაიშალოს და არ იყოს ყველაფერი ამ ცენტრში თავმოყრილი, იმიტომ რომ აქ არის პრობლემა, თქვათ, ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და აი ეს ძველი თბილისი, სადაც ეს ძველი კოლორიტია თავმოყრილი, ყოფილიყო შენახული დაუშვათ დაკონსერვებული ამ ისტორიული სახით და ეს თანამედროვე ახალი პროექტი განვითარებული იყო სხვაგან და უფრო თქვათ უკეთესი ყოფილიყო ქალაქი. ორ ნაწილად გაგცემთ პასუხს. თბილისი პანორამა არანაირად არ არღვევს იმ ხეთს, თუ გნებავთ თუ ესე დავარქმევთ, იმიტომ რომ ვისაც უნახავს ეს პროექტი, პრაქტიკულად ის არ აჩანს. მხოლოდ რამდენიმე ორი სართული გამოჩნდება. ეს ერთი მხარე, მეორე მხარე გახლავთ ის, რომ თბილისი ვითარდება, თქვენ რო ნახოთ ახლა თბილისის განვითარების რა ინვესტიციები შემოდის თბილისის ზღვის განვითარების ინვესტიციები, თქვენ დამეთანხმებოთ იმაში, რომ თბილისი სხვადასხვა კუთხით ვითარდება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები არის დაგეგმილი აგრეთვე თბილისის ზღვის მიმდებარე მხარეს, ეს ვაზის უბნის დასასრულს, სადაც ეგრეთ წოდებული ხუანლიკის ქალაქი გაშენდა და შედიან ჩვენი იზოლებით გადაადგილებული პირები. აი ესეთი მსგავსი განვითარების გეგმები თბილისში რომ გაიშალოს, ესეთი ძალიან ბევრი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კომუნიკაციებს ქალაქში და იგივე ვთქვათ ხვადაღებული ტუალეტების თემას. ამ შემთხვევაში, ესე იგი, რამდენად ადეკვატურია ეს თანხა, რაც არის ჩადებული, რამდენად აუცილებელი და სასტრაფო იყო ეს და საერთოდ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქში აი ეს კომუნიკაციები და თუნდაც იგივე სველი წერტილები, რაც რეალურად არ არის ქალაქში ფაქტობრივად. კულაქტივად რომ თქვა. კი ბატონო და ჩვენ წუხართ ხოლმე ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ სტუმრებს, ტურისტებს არაერთხელ გამოუხატავთ თავიანთი წუხელი და ბუნებრივია რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. იცით რა არის, თავისთავად იგულისხმება რომ ისეთ ადგილებში, სადაც ვთქვათ, ნაკლებია ტერიტორია, ნაკლებია ადგილი, იქ უფრო მეტი დაჯდება მისი მშენებლობაც, თუ უკვე მუნიციპალური საკუთრება არ არის. თუ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო იაფად, მაგრამ რო ვისაუქნათ, შევხედოთ ახლა
ამ იმით 100,000 ლარი არის, როგორც ცნობილი არის, ორ ტუალეტზე გამოყოფილი. ბუნებრივია, რომ ეს ანუ ქალაქის ორ წერტილზეა ორ წერტილზე ალბათ. ჯერჯერობით ესე თქვა, ლოკალიზაცია კონკრეტიკა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება, სადაც ყველაზე უფრო მეტი თავმოყრა ხდება სტუმრების და საერთოდ ტურისტების ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება იმ ჯებირებს ეგრეთ წოდებულს, ეს მთელ თბილისს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მე მინდა გითხრათ, რომ უბედური შემთხვევების 37% ავტოსაგზაო შემთხვევების მოდის ფეხით მოსიარულეებს. ამიტომ ადრე თუ გვიან ამას ჩვენ უნდა მივხედოთ. არ შეიძლება რომ ესე უწესრიგოდ რაღაც გაუაზრებლადაც კი დავარქმევდი, იმიტომ რომ პირდაპირ მიწისქვეშა გადასასვლელი ზემოთ გადადის მოსახლეობა. რაღაცით უნდა ჩვენ ეს შევზღუდოთ. თუმცა რაღაცა გარკვეული ვთქვათ, კითხვის ნიშნები ყველას შეიძლება გაუჩნდეს ესთეტიკურად ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამიტომ ეს მოგვარებადი პრობლემაა. დიახ, მაგრამ თქვათ ეს იყო ის პრიორიტეტი, აი პირველი რიგის ამოცანა, რაც ახლა უნდა ჩადებულიყო დაუშვათ ქალაქის განვითარებაში. თუ სხვა უფრო მწვავე პრობლემები არსებობს, რომელიც ჯერ ის უნდა გადაჭრილიყო და შემდეგ ეს. თუ თქვათ იძლევა ბიუჯეტი იმის საშუალებას, რომ ის პრობლემას მოგვარდეს და ესეც. იცით რა, ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცით. ეს მილიონი ლარი არ ეყოფა, რა თქმა უნდა, რომ მთელი თბილისი ისე განვავითაროთ ჩვენ და ისეთი ესთეტიკური იერი მივცეთ, რომ მოსახლეობაც არ გადადიოდეს და ამავე დროს კიდე შესახედავიც იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ 37% უბედური შემთხვევებისა აი ესე უწესრიგოდ მოსახლეობის მოძრაობის გამო ხდება. ამიტომ რაღაცით უნდა დავიწყოთ. ანუ ეს არის ოპტიმალური ბიუჯეტი, სადაც პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და დაუშვათ თანხების სწორად არის გადანაწილებული. მოდით ესე ვთქვათ, მე დავუბრუნდები წინა მასში დასმულ კითხვას, ერთ-ერთ თქვენს კითხვას და ასე ვიტყოდი, რომ ჩვენ ჩავხედავთ ბიუჯეტს და თუ ესეთი ვთქვათ ძალიან გაუსაზლისი ვითარება იქნება, რა თქმა უნდა, დავსვამთ საკითხს, რომ გავანებოთ ამას თავი და ის 1 მილიონი მოვახმაროთ სხვა რამეს. თუმცა ადამიანის სიცოცხლე მე არ მიმაჩნია რაღაც მეორე ხარისხოვად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ასეთია მიმდინარე კვირის აქტუალური თემა, მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.